ჩემს ბევრ კლიენტს აქვს ონლაინ ურთიერთობა მამაკაცებთან, ზოგიერთ მამაკაც ქალებთან, უფრო ქალებს, იმიტომ რომ მამაკაცები ხშირად არ მუშაობენ შიდა სამსახურში და შემდეგ კონსულტაციაზე რომ მოდიან ხოლმე აინტერესებთ ამ მამაკაცთან რაიმე გამოუვათ თუ არა. მოდით ჯერ დავიწყოთ თავიდან. მე ძირითადად 60-70% კლიენტები მყავს საქართველოდან. მაგრამ 30-35-საც ვერ ვიტყოდი ესე პროცენტი კლიენტები მყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ქალბატონების ახლა ბევრი ვერა, მაგრამ 100%-დან 40% მუშაობს გამოუსვლელი სამსახურით. ყველა ქალბატონს სჭირდება, სექსუალური ცხოვრება, მამაკაცის ყურადღება, კომპლიმენტები, ასე შემდეგ, მაგრამ გამოუსვლელი სამსახურით მუშაობენ ეს ხალხი. ენა არ იციან, ბევრი პრობლემები აქვთ და მოკლედ ვერ ახერხებენ ამ გასვლას, კაფეებში ჯდომას, თეატრებში ყოფნას და ასე შემდეგ და არჩევენ ონლაინ ურთიერთობას. აინტერესებთ ხოლმე მე რას ვფიქრობ და რას ფიქრობს ის მამაკაცი და მეუბნებიან, ვუყვარ, ვარ. ვიძახი ხოლმე, ეს არ არის რაღაცა ერთჯერადი, რაღაცა გასართობი, ტაროს გაშლა, რომ მეკითხრათ უყვარ ხართ თუ არა და რას ფიქრობს მამაკაცი ჩემზე და გავსი სიზრუნველი, ხო? ეს შეუძლებელია, ფიქრების გაკონტროლება, ეს გამორიცხულია, დედამიწაზე ამას ეს არავის არ შეუძლია. მწუთას რას ფიქრობს ადამიანი ის რომ გაიგოს, მაგრამ მე რას ვფიქრობ, გეტყვით, ჩემი აზრი განსაკუთრებით აინტერესებთ ხოლმე და მე რას ვფიქრობ, გეტყვით. თქვენ თუ დიდი ხანი აპირებთ ამ სამსახურში ყოფნას და გჭირდებათ, რომ ყურადღება გადაიტანოთ რამეზე, ძალიან კარგია. ხანდახან ვეტყვი ხოლმე ჩემ კლიენტებს, არენდოთ რაღაცა აქეთ-იქით, მაგრამ თუ თქვენ ეს კაცის სიხარულს და სიყვარულს განიჭებთ, იმ ჩაკეტილობაში იურთიერთეთ რამდენიც გინდათ. ადამიანის გამოცნობა შეიძლება თუ ახლოს როდესაც ნახავთ, თქვენ როგორ მოგექცევათ და ნამდვილად უნდა თუ არა თქვენთან ჩამოსვლა და თქვენი გაცნობა. არა, რა თქმა უნდა, არა თქვენი ხარჯებით. ყველა შეიძლება გაუჭირდეს რაღაც დონეზე, მაგრამ თქვენ რო არ იყოთ, ფულს ვის მოსთხოვდა ადამიანს. ზოგს უღირს იმ სიყვარულშიც კი გადაიხადოს ფული. ამიტომ მაგასაც ვერ განკიცხავ, იმიტომ რომ მე არ მაქვს ამის უფლება. ამიტომ მეგობრებო, ერთს გირჩევთ, მთავარია არ დაზარალდეთ და თუ თქვენ აპირებთ, რომ დიდი ხანი გამოუსვლელი სამსახურით იმუშაოთ, რაც კატასტროფაა, მაგრამ თუ გჭირდებათ და აპირებთ, მაშინ ონლაინ მეგობრის წინააღმდეგი რა თქმა უნდა არც მე არ ვარ. მთავარია ამ ადამიანმა თქვენ არ დაგაზარალოთ, არ გაკონტროლოთ და ზედმეტი უფლებები არ მისცეთ.